გვაინტერესებს მაინც გარკვეულწილად მოულოდნელად სწრაფი განვითარება პოვა უკრაინასთან მიმართებაში აი ტრამპის ამ შეთავაზებებმა მით უმეტეს როცა შევიტყვეთ რომ კელოგი აპირებს იანვარში წასვლას რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი სიგნალია რომელიც მთლიანობაში მაინცსა და მაინც ასე ვთქვათ სასიკეთო დინამიკაზე არ მიუთითებს თუმცა ასეთი არაერთი ყოფილა მთელ სამ პროცესში თქვენ როგორ შეაფასებდით აი ამ მორი კონკრეტულ ინიციატივას მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის ამ თქვათ 28 პუნქტის შეფასების ამოსავალი წერტილი არის მომავლის ხედვა ხო თუ მომავლის ხედვა არის რომ როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა დღესაც განაცხადა რომ რუსეთი იმარჯვებს და უკრაინა ტერიტორიებს დაკარგავს, მაშინ ეს ხელშეკრულება წარმოდგება როგორც ზიანის მინიმიზაცია. მაგრამ თუ ხედვა არის, რომ მომავალ 2 წელიწადში ეკონომიკური სანქციები რუსეთს კიდევ უფრო დააზარალებს და რუსეთს არ შესწევს მობილიზაციის გამოცხადების გარეშე რეალურად იგივე იმ დონეცკის ოლქის დარჩენილი 20%-ის აღების საშუალებაც კი იმას 4 და 5 წელი და 10,000 ჯარისკაცი დაჭირდება, მაშინ ეს ხელშეკრულება წარმოგვიდგება როგორც უფრო რუსეთისთვის ასე ვთქვათ სარგებლობის მომდანი თუ არა უფრო რუსეთის ინტერესების გამტარი იმ კუთხით რომ თუ გადავხედავთ 28 პუნქტს რეალურად რუსეთი თმობს ორ საკითხს ერთი ვირტუალური ანუ ზაპოროჟიეს და ხერსონის ის მიწები რომელიც მას არ აუღია იქ ფრონტის ხაზი იყინება და მეორე რაც ჩემი აზრით ასევე მნიშვნელოვანი იყო ამ ხელშეკრულების წარმოქმნაში ეს გახლავთ ის რომ ის 300 მილიარდი რომელიც დევს ლუქსემბურგში, ბელგიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც რუსები ალბათ ხვდებიან რომ ვერასოდეს ვერ ნახავენ, აქედან 100 მილიარდი, ესე იგი იქ უკრაინის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს ამერიკას გადაეცემა თუ ამერიკელების ხელი და 50% მოგება აქედან ამერიკელებისა და დარჩენილი თანხა, ასე ვთქვათ, იქნება კონსორციუმი თუ რაღაცა ესეთი საერთო ბიზნეს გაერთიანება ამერიკის და რუსეთის და დაბანდება ისეთ ვთქვათ პროგრამებში თუ ბიზნეს საკითხებში შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ რუსები თმობენ ორ საკითხს, ერთ ვირტუალურს მიწები და მეორე ის 300 მილიარდი რომელიც ალბათ ისედაც ვერ ნახავენ, ჩათვალეს და ალბათ ამიტომაც იყო ბატონი კირილ დიმიტრიევი ჩასული ამერიკაში რომ უთხრეს რომ ჩვენ მოვხედავთ ხო პრეზიდენტ ტრამპის ეს ტრანზაქციული მიდგომა საგარეო პოლიტიკისადმი ეს საუდის არაბეთთან გამოჩნდა რომ 600 მილიარდს ხარჯავენ და ტრილიონამდე თუ ახალ კაი იქნება შესაბამისად ესეც რომ აი ახლა ჩვენ შანსი გამოჩნდა რომ ეს 300 მილიარდიდან რაღაცა თქვა ამერიკას დარჩება ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა რომ ასე სწრაფად თქვა შეიქმნა ეს 28 პუნქტი და დღეს მოვისმინეთ რომ დედლაინი ჩვენ ბატონ ტრამპი ცნობილია ამ დედლაინებით მაგრამ მოქმედი დედლაინი არის ხუთშაბათი 20 ლიერების დღე ასე თქვა ხო ამერიკის შეერთებულ შტატებში თუმცა მაგათ ცოტა ისე რბილა თქვა მან თქვა რომ სასურველია რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული ამ თარიღამდეო და ამავე დროს ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული პირველადი რეაქცია კრემლიდან სადაც კონკრეტიკაზე არ საუბრობენ ზოგადად კვლავ გამოხატავენ ზაობას რომ აი დასრულდეს საომარი მოქმედებები მაგრამ ამბობენ რომ ჩვენ ჯერ კიდევ შინაარსთან დაკავშირებით დამოკიდებულება არ ჩამოგვიყალიბებიაო ანუ მაინც ადამიანს არ გამოხატავენ ასე ვთქვათ აღფრთოვანებას ამ წინადადებების მიმართ თუმცა ნაწილი მაინც თვლის რომ ზოგიერთი მუხლი რაღაც კაპიტულიანტურად შეიძლება გამოიყურებოდეს უკრაინისთვის. თუმცა მოდით რამდენიმე კონკრეტულ თემას შევეხოთ. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ყოველ შემთხვევაში უკრაინა და ზელენსკი სულ აყენებდნენ ამ საკითხს. ეს არის შემდგომში გრძელვადიანი უსაფრთხოების თემა უკრაინისთვის. საუბარი არის ამერიკის მხრიდან დღემდე უპრეცედენტო უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე უკრაინისთვის. მინიშნებით არის ნათქვამი რაღაც ნატოს მეხუთე პუნქტის მსგავსზე. აი ამ ხრივ რამდენად სერიოზული არის ეს მიდგომა და რამდენად სერიოზულად აღიქმება ამ მასშტაბის ვალდებულების აღება შეერთებულ შტატებში ვაშინგტონში პოლიტიკურ წრეებში აუცილებელი აქ ითქვას რომ ჩვენ მაინც უნდა გავიგოთ დეტალები იმიტომ რომ კი უპრეცედენტო აქციოში დაიწერა რომ აქამდე უპრეცედენტო უსაფრთხოების გარანტიებს ხპირდება ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას თუმცა რაღაც სხვა პუნქტები არის ნატოში არ მიიღება და ნატოს ჯარების არ განთავსება
იოლია იმის თქვა ხო ეხლა ნატო არის რეალურად ამერიკაში შეერთებული შტატები ხო ეხლა არ ამგონია უკრაინას ლუქსემბურგის იმედი აქვს თუ ომი დაიწყოს შესაბამისად თქვა პირდაპირ რომ ალბათ ეს უსაფრთხოების გარანტიები რაღაცა მაღალი დონის იქნება მაგრამ ის რაც თქვათ ხო საერთაშორისო ურთიერთობებში იგივე ნეიტრალიტეტის გარანტია როგორც თქვათ ბრიტანეთი იყო ხო ბელგიის ნეიტრალიტეტის გარანტი როცა გერმანია შეიჭრა ბელგიაში ინგლისმა გერმანიას ომი გამოუცხადა ესეთი რამე მე ვერ წარმომიდგენია ერთი იმიტომ რომ ნატოში არ გაწევრიანება ამ 28 პუნქტში არის და შესაბამისად ეს დაახლოებით იგივეა მეორე ვიცით რა ტრამპის ხასიათი და მესამე ეს ამ ომის ლოგიკა უკვე 3 წელი ბაიდენიდან მოყოლებული ხა ამერიკა რუსეთის პირდაპირ ომი არც ერთ ინტერესში არ შედის და წარმოუდგენელია პირდაპირ თქვა რომ ამერიკამ თავის თავზე აიღოს ვალდებულება რომ რუსეთმა თუ ეს ხელშეკრულება დაარღვია და ომი დაიწყო ხა ამერიკა რუსეთს ომს დაუწყებს ეს ამ მომენტისთვის წარმოუდგენელია შესაბამისად უსაფრთხოების გარანტია მე უფრო წარმომიდგენია ეს იქნება რაღაცა თქვა არ ვიცი სამხედრო დახმარება ან არ ვიცი ცის ჩაკეტვაც იცით რა არის ცის ჩაკეტვაც კარგად ჟღერს მაგრამ მე მიდის იქამდე რომ თვითონავები უნდა ჩამოყარონ რუსეთის და ეს ყველა პირდაპირ სამხედრო კონფრონტაცია შესაბამისად ეშმაკი დეტალებშია ჩვენ აუცილებლად უნდა გავიგოთ რას პირდებიან უკრაინას იმიტომ რომ აქ თქვენ ახსენეთ ხა რუსეთთან ხვდება თუ არა ამას დიდი ალბათობით ეს ვიტყოფმა და დიმიტრიევმა ეს მეტნაკლებად რუსეთთან ეს გავლილია კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ასე ვთქვათ ამ ასე ვთქვათ შეთანხმების პროექტში არის საუბარი მათ შორის ომის დამნაშავეების უბრალოდ ომში მონაწილეთა მიმართ ამნისტიაზე და ასე შემდეგ, ხო? ეს ერთის მხრივ არის ძალიან პრობლემური საკითხი, რამდენთაც მთლიანად ანგრევს ასე ვთქვათ საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს. ამ მხრივ ჩვენ ვიცით, რომ ეხლა ტრამპს მაინცსა და მაინც დიდი და სერიოზული როგორ ვთქვათ, წუხილები არ აქვს ხოლმე, მაგრამ ვიცით, რომ მის ან რესპუბლიკურ პარტიებშიც და განსაკუთრებით დემოკრატები ამ ხრივ ძალიან ნეგატიურად რეაგირებენ. აი ჩემი შეკითხვა ამ შინაარს არ ეხება, ეხება სხვა რამეს. ეს ამ სიტუაცია, ამ დინამიკის აჩქარება უკავშირდება ორ მოვლენას. ერთს უკრაინაში, მეორეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ ხრივ თქვენი აზრია საინტერესო. უკრაინაში ეს არის კორუფციული სკანდალი, რომელიც ზელენსკის უშუალო გარემოცვა შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეეხო. სერიოზული პრობლემა არის ეს ნამდვილად და ასუსტებს ამ ხრივ ზელენსკის და მეორე ეს მხრივ თვითონ ტრამპს აქვს სერიოზული პრობლემები, რომელიც უკვე ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნებას უკავშირდება. აი, შეგვიძლია ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დაუკავშიროთ უკვე ეს დინამიკა და ვისთვის როგორ თამაშობს ეს? კი ბატონო, ეს ნაბუს გამოძიება და ნამდვილად ეს კორუფციული სკანდალი ამ 28 პუნქტის გამოქვეყნებამდე ხა კონსპირაციაში არ შევალთ ეს ზეწოლის ნაწილია თუ უბრალოდ დამთხოვა, მაგრამ ფაქტია რომ ზეწოლა არის და იმიჯის ერთის მხრივ შელახვა, მეორეს მხრივ ის რომ დაივიწყეთ, ხო, ფული და არანაირი სხვა დახმარება არ იქნება და ამას თუ არ მიიღებთ, კიდევ უარესი იქნება. რაც შეეხება ტრამპის შიდა პოლიტიკურ პრობლემებს, კი ბატონო, მას შეიძლება სურდეს ეს ამ ომის ასე თქვა დასრულება რომ კიდევ ერთი ის ჩაიწეროს თქვათ მეც როგორც ის აცხადებს რომ მეცხრე ომი ეს იქნება მეცხრე ომი რომელსაც ის დაასრულებს მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ ვენესუელასთან ესკალაციას რომელიც ასევე შეიძლება თეორიულად განვიხილოთ როგორც რომ აი ეს შიდა პოლიტიკური პრობლემატიკის გადალახვის საკითხი როგორც ასევე თქვენ ახსენეთ დემოკრატიული პარტია აქ უკვე რომ შემოვიტანოთ ევროპული პლასტი რა რჩევას მისცემენ ევროპელები ბატონ ზელენსკის აქ უკვე გამოჩნდება რისი თავი აქვს ევროპელებს იმიტომ რომ თქვათ პირდაპირ ამერიკა უკრაინის უსაფრთხოებისთვის არის ჩაუნაცვლებელი ჩანაცვლებადი რო იყოს ევროპელები არ გამოვიდოდნენ თავის ფულს რომ ამერიკული იარაღი ეკიდათ იარაღი სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება და რაც ასევე ევროპის ზურგი რომ თუ რამეს აძლევს ევროპა ისევ ამერიკის ზურგით აძლევს რომ ჩემ მარაგებს თუ დავცლი მე ვიცი რომ მე თქვათ მოშიშვლებული ფრონტი არ მექნება თუ ამერიკა ასე თქვათ გაიბუტება ან გავათამაშიდან არა მარტო თქვათ მისი მიწოდება შეწყდება არამედ ევროპის დახმარება ძალიან შეშუცდება და
ის ახლა სამთოში ერთხელ როგორ გვესმის რომ ხან ბრიტანეთი უნდა გარლამდეს დნეპრზე და ხან საფრანგეთი ეს თავიდანვე არარეალური იყო და ეს ახლაც გამოჩნდება მაგრამ თავარი რაც შეიძლება ევროპელებმა ასე თქვათ პოლიტიკურად უთხრას ზელენსკის არის ის რომ მაშინ უნდა გაძლონ იმ კუთხით რომ როცა დემოკრატები მოვლენ რომ პირობები თუ შეიცვალა დემოკრატების მოსვლის შემთხვევაში მინიმუმ თქვათ შუალედურ არჩევნებად მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებას მაინც უდიდესი გავლენა აქვს და ან 2028-მდე მაგრამ აქ არის კითხვა რომ თქვათ თუ უკრაინა დღეს უარს იტყვის ამ 28 პუნქტის ასე ვთქვათ რეფორმირებულ ვარიანტზეც კი და ამერიკა შეწყვეტს ყველანაირ დახმარებას აქვს თუ არა ევროპას თავი 2028 წლამდე თქვათ გაამაგროს უკრაინა ამაზე პასუხი არ არსებობს არა ამ წუთას პასუხი არის არა იმიტომ რომ ამერიკა ჩაუნაცვლებელია მაშინ უდიდესი სარასუხო მიუხედავად იმისა რომ ევროპელმა ლიდერებმა არა მარტო ევროკავშირმა ბრიტანეთმაც ძალიან მკაფიო და ღია დღეს გამოუცხადეს მხარდაჭერა გვერდში დგომა გარანტიები როგორც შედგებიან თუმცა იმის ხაზგასმით რომ შეერთებული შტატები როგორც საკვანძო პარტნიორი შესანარჩუნებულია და ისინი მიესალმენ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო მცდელობებს შეიძლება არა ამ კონკრეტულ ინიციატივას ბოლოს კიდევ ერთი ვერსია რომელიც უნდა დაუშვა და საინტერესოა თქვენი აზრი, რაც სრულიად არ არის ასე ვთქვათ მოულოდნელი ამ შემთხვევაში, თუ კი პუტინმა ამ 24 პუნქტსაც აუკრა ფეხი, ასე ვთქვათ, ეხლა თითქოს არის გარკვეული შეჯიბრი იმაზე, პროფესორედ ნერვების ომი თუ არ ვიცი რა დავარქვათ, ვინ იტყვის პირველი უარს. იმიტომ რომ პუტინის ინტერესში მაინც არის ომის გაგრძელება, მათ შორის პერსპექტივაში ქვეყნის შიგნით მისი პრობლემების პერსპექტივის გათვალისწინებითაც. შესაბამისად, თუ კი პუტინმა თქვა უარი რეალური მოლაპარაკებების დაწყებაზე ტრამპმა დღეს თქვა ინტერვიუში რამდენიმე წუთის წინ რომ მეო რაც დავაწესე იმასაც ხომ მკაცრად აღვასრულებოდა კიდევ უფრო მკაცრს დავაწესებოდა ამ ხრივ რა პერსპექტივას ხედავთ განსაკუთრებით რესპუბლიკური სენატორების განწყობების გათვალისწინებით ხო, აქ ხა შემოვიტანოთ ესეთი პლასტი, რომ კი ბატონო, თუ რუსეთმა ამასაც აუკრა, თუმცა მე ეჭვმეპარება იმ კუთხით, რომ მგონია, რომ ეს მეტნაკლებად გავლილია, იმიტომ რომ სხვა მხრივ ამერიკელები ამას უკრაინას არ მიაწვებოდნენ, ესე, მაგრამ ამაზეც თუ რუსეთმა უარი თქვა, გვექნება რომ ამაზე უკეთეს ახლა რუსეთი მე არ ვიცი ომი გაგრძელდება სანქციების წნეხი მოიმატებს და რაც იწერება ხო რა თქმა უნდა ეკონომიკური ეს არ ნიშნავს ომი გაჩერდება ეკონომიკური პრობლემები აქვს და მეორე რომ კი სასიცოცხლო ასე ვთქვათ ადამიანები უკრაინასაც უჭირს მაგრამ რუსეთს მობილიზაციის გამოცხადების გარეშე სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას და აქ უკვე რამდენადაც ავტორიტარული არ უნდა იყოს სახელმწიფო მაინც რაღაცა თქვათ საკუთარი ხალხის შიში შეიძლება არჩევნების არა მაგრამ რევოლუციის ყოველთვის არსებობს ეს ჩინეთშიც არის და ყველგან არის შესაბამისად არ უნდა ანუ მობილიზაციის გამოცხადება არ უნდა ის ნახევრად მობილიზაცია რაც 2022 წლის შემოდგომაზეც გამოცხადდა ძლივს აღასრულეს და ძალიან ესეთი ძიმე პოლიტიკური ფასი გადაიხადეს შესაბამისად ომის გაგრძელება რთული იქნება თუმცა დიდი ალბათობით გაგრძელდება ომი იმიტომ რომ ალბათ ამას ეს არის მესიჯი რასაც ალასკაშიც გაისმა რასაც კირილ დიმიტრიევმა ჩაიტანა არის რომ ან უკრაინელებს ამაზე დაიყოლიებს ან ვიომებთ და ვიომებში არის მუქარა რომ რაც ტრამპი ამბობს რომ ალბათ დონბას ავიღებთ ალბათ ესე ვნებიან რუსები და მეორე რომ გავანადგურებთ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას რაც თუ არ ვწდები იწერება ხო გაზეთებში რომ თბოელექტროსადგური არ დარჩა რომელიც არ დაუბომბეს ხო და ახლა ზამთარი მოდის და ეს პრობლემაა იმიტომ რომ ახლა ხალხის ნაკადი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შესაბამისად რომ დაუბრუნდეთ თავარ თეზის ამ 28 პუნქტის ამოსავალი წერტილი არის მომავლის ხედვა. თუ ადამიანი ხედავს, რომ აი უკრაინამ შეიძლება დაეცეს, მაშინ ეს არის კრიზისის მინიმიზაცია, მაგრამ თუ ხედვა არის, რომ 2 წელიწადში რუსებს სერიოზული სამობილიზაციო და ეკონომიკური პრობლემები ექნება და დონბასის აღებას კიდე 4 წელი სჭირდება, ეს უფრო რუსეთის სასარგებლო დოკუმენტი შეიძლება ჩანდეს.